აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაიწყო. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. მომავალში იგეგმება პროექტის მასშტაბების გაზრდაც. მივსდევთ მთავარ კანონს საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც წერია, რომ მეორე სახელმწიფო ენა არის აფხაზური ენა. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ აფხაზეთის სკოლებში გვინდა რომ აფხაზური ენა ვასწავლოთ ბავშვებს და თქვენ ხედავთ რამდენად მოწადინებული არიან ისინი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ისინი მუშაობენ რომ შემდგომში ეს გავრცელდეს უფრო სხვა სკოლებში, ახლა ჩვენ საპილოტო პროექტებს ვახორციელებთ 4 სკოლაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისში, ქუთაისში. ისინი გულწრფელად ცდილობენ იმენის სწავლას, სადაც მათ მოუწევთ ცხოვრება და მე დარწმუნებული ვარ, აფხაზები და ქართველები ერთად ისწავლიან და იცხოვრებენ და მე ვუსურვებდი ჩემ ძმებს აფხაზებს, რომ იქაც თავის თანამემამულეებს და მათ შვილებს ასწავლონ სკოლაში ქართული ენა. სასწავლო პროცესში გამოიყენება სამინისტროს მიერ შექმნილი აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამა. აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელო, ლექსიკონი, ფერადი, ილუსტრაციები და ვიდეომასალა. შეიქმნა აფხაზური ენის შესწავლის ელექტრონული პროგრამაც, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება. ამრა აფხაზური ენა ძალიან ლამაზია, მაგრამ სასწავლოდ არის ცოტა რთული. ვაპირებთ, რომ უფრო მეტი შევისწავლოთ და წლის ბოლოსთვის უკვე ჩვენ გვეცოდინება ბოლომდე ანბანიც, სიტყვებიც და შევძლებთ ლაპარაკს. სარას სტუდენტუ ვარა Sara Santa Salgate Institute.